მაინც კარგი გამოდგა დაინახეთ ჩემი ულტი. What the fuck, bro? Fuck, bro. მოდი ვეცადოთ და გადავიდეთ. მე მგონი გადავედით. Best recall in the fucking world, guys. What the fuck? Oh my god. მოგესალმებით მეგობრებო. თქვენს წინაშეა დღეს ვთამაშობთ ლიგას კენენით. დიახ, ლეინებსაც შეეხება კენენისთვის, მიდ ლეინით შეუძლია, მაგრამ მე მაინც ტოპ ლეინს ვამჯობინებდი. კენენზე თხოვნა იყო ერთ-ერთი მაყურებლისგან. Let's see what happens, bro. Let's see what happens. თან სკინიანი კენენით ვთამაშობ. რაც შეეხება თიმებს მეგობრებო, როგორც ხედავთ, იორიკი მყავს მე მატჩაპში. იორიკთან შედარებით ცოტა სუსტი ვართ. იორიკს აქვს ისეთი ability, რომელიც შორიდან გესვრის და შენ თავისი ზომბები გახდებიან და ძალიან ბევრს გააკლებენ სხვათა შორის. ნახოთ, ნუ მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ შორიდან ვეთამაშო იორიკს, სხვა გზა არ მაქვს ფიზიკურად. აი ეს პატარა გოულები ძალიან HP-ს გაზრდილი აქვს, მინდა გითხრათ მეგობრებო, ასე რომ რთულია ამასთან თამაში იორიკთან. რამე სხვა ჩემპიონი რო აიღო, კიდე უფრო გაგვიმარტივდებოდა, მაგრამ იორიკთან ცოტა რთულია. რაც შეეხება ჩემს პასივს მეგობრებო, ყოველ მესამე ability-ზე აი ხა ეს ერთი ლურჯი ბურთი რო დატრიალებს იორიკს. ეგ არის ერთი სტაკი, ასე ვთქვათ. მე რო ვარტყავ ჩემს ability-ს, ერთი სტაკი ედება. მეორე ability-ს თუ ანუ E-ით თუ გავიარე პირობითად ჩემპიონში, ეს მეორე სტაკია უკვე და მესამე სტაკზე ისტანება. ანუ ყველა მესამე სტაკიანი ენემი ისტანება მეგობრებო. ანუ სტანმასტერია ჩვეულებრივი კენენი. კენენს ანუ ability-ზე მეტად უფრო სტანები აქვს ეს იცოდეთ, უფრო ისეთი ტიპია, სტანერი, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ability damage-ია აქვს საკმაოდ დიდი, მაგრამ უფრო სტანია და ჩვენი ულტი, ასე ვთქვათ, არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სტანი არის, AOE სტანი, ანუ რამდენიმე players ერთად სტანავთ. ნუ ვინც მოექცევა იმ არეალში ყველა ისტანება ჩათვალეთ, 3 სტაკი რო ედებათ მერე ოღონდ და ეგ ძალიან მარე ხდება, იმიტომ რომ ეს lightning ტიკები ძალიან მარე ფეთქდება. ედებათ და უცებ ისტანებიან. კენენი უფრო control mage-ი გახლავთ მეგობრებო, სიმართლე რომ გითხრათ. sakmaud დიდი range-ი გვაქვს Q-ზე, აი ზუსტად ეს გოულები მიშლის ნერვებს. იორიკის Q შორიდან ხედავთ რა ability-ც არის უკვე, ვისაც ვესვრით და ვისაც ედება ჩვენი ასე ვთქვათ პასიური, ჩვენი სტაკი, იმაზე შეგვიძლია W მხოლოდ და მხოლოდ. W-ს ისე ვერ ვიყენებთ მეგობრებო. აი ხლა მე შემიძლია მას გავარტყა. აი გავარტყე, აი ხა უკვე W ჯერ ვერ ვიყენებ, თუ ახლოს მივედი, აი W, აი ორი სტაკი დაედო და აკვირდით. ეხა თუ შევალ და ესე გავივლი მასში, სტანი დაედება, Q-ს ვესვრით და გამოვალ. ეხა თვითონაც ჩავარტყავს ალბათ, მაგრამ გადავჭით. რატომღაც არ გამაჩერა, რატო არა? What the fuck, bro? All right. შეეძლო გაჩერება, ცოტას დამსჯიდა მაგ შესulis გამო, მაგრამ არ გააკეთა ეგ. Powerplanting-ი უკვე გაუვიდა, გაუყვანეთ და ეხა შემდეგ go-ზე წესით დარიგით. სიკვდილით ვერ მოკლავთ, მაგრამ შევაწუხებთ მაინც ერთ list რა. აი ავიცილეთ ერთი სპელი. ოკეი. ცოტა შევაწუხოთ ესე. Fair-ით ვეთამაშებით, რა თქმა უნდა. ეს რუნი ძალიან კარგი არის close range-ერებთან მეგობრებო კენენზე. არა მარტო კენენზე, ზოგადად ნებისმიერ mage-ზე. კენენი მეგობრებო რაღაც მომენტებში არის ცუდი პიკი და გეტყვით რატომაც. ცუდი პიკი არის იქიდან გამომდინარე, რომ კენენი არის AP. ზოგადად top laner-ი უნდა იყოს split pusher-ი. კენენი არ არის კარგი split pusher-ი მეგობრებო. ზოგადადაც არ არის. კენენი არის უფრო team fight ტიპი, იმიტომ რომ თქვენი სტანების გამო ხართ ძალიან გამოსადეგარი team fight-ში. შესაბამისად ცოტა ისეთი პიკია, რომელსაც უნდა მოერიდოთ მაინც. თუ დაუშვათ mage არ ყავთ, mid laner-იც არის assassin-ი, AD assassin-ი პირობითად და თუნდაც jungler-იც AD-დან მოკლედ mage-ები გაკლიათ, AP damage-ი არ გაქვთ team-ში, მაშინ უკვე norm, მაშინ okay-ია რა. Damage-ში ზოგადად უშუალოდ damage თუ შევადარებთ სხვა mage-ებს. სხვა mage-ებს მაინც უფრო მეტი damage-ი აქვთ, ასე ვთქვათ. Damage-ში ანუ არ damage-ით არ გამოირჩევა კენენი, რო გითხრათ, მაინც და მაინც რო გადასარევი damage-ი აქვს თუ არა. ამის თავარი კოზირი არის mobility, რომელიც easy გვაქვს, აი ეს დენით გადაქცევა და ძალიან სწრაფად სირბილი, რის გამოც ვერ გვიჭერენ მეგობრებო და გაქცევა მარტივად შეგვიძლია და არის ნუ poke, cute და სტანები. ეს არის თქვენი პლუსი. დიდი damage-ი არა. Okay, იმათმა დრაკონი აიღეს, Kemtech Drake-ი. იმედია ჩვენი Kha'Zix-ი შეძლებს და რამენაირად ოედგრაბებს აახევს, იმიტომ რომ მე იორიკი მიფუშავს რეალურად, მე ვერ ვფუშავ და ეს ბუნებრივიც არის, ამასთან ვერ გავფუშავ მეგობრებო, ძალიან რთული არის იორიკთან ფუში თან კენენით. უფრო უნდა კონცენტრირდე მაშინ იმაზე, რომ მაგას დემეჯი უკეთო და რთულია რა. მაშინ საერთოდ არ უნდა გავფარმო. ეხლაც ხო ხედავთ CS-ში მიგებს უკვე საკმაოდ. დიდი სხვაობაა, 37 მაქვს და 58 20-ით მიგებს. Okay, მოდი გადავიდეთ მეგობრებო, 1500 გოლდი გვაქვს უკვე. დიდი ხანი ვჩერდებით. თან ტელეპორტი გვაქვს და შეგვიძლია ტელეპორტი გამოვიყენოთ. ნუ ალბათ ამასთან ამას ავაწყობ ლიანდრის კი ბატონო და ფეხს ვიყიდი და გადავალ პირდაპირ. ვოიდგრაბები გაჩნდა. მე აქ შევფუშავ ამას, ვეცდები რომ შევფუშო და მე წავიდე და დავეხმარო, იმიტომ რომ ვოიდგრაბები მაინც რო ავიღოთ, კარგი იქნება საკმაოდ. დავედით. Oh my god. Okay, I'm on my way, bro.
დავიჭიროთ მოდი მასტერი. კარგია, nice, let's go. იორიკი მოდის აქ. ველკოს ვერ ხედავთ, არ ვიცი. აი, ველკოზის აქ ყავს. დიახ. ზიდაც აქ არის. ამოვიდნენ ბიჭები ვოიდგრაბებზე როგორც ჩანს, მაგრამ ჩვენიანი სუპორტი და ჩვენი ბოტლეინი არ ჩანს არც ერთი. ვერ მოდიან. Alright. გავარტყით. Okay. I'm going away მოკვდება ახლა. არა გადარჩა. არა, ვერ ვაცლით მეგობრებო, მოკლედ. მე მინდა ძალიან რომ წავართვათ, მაგრამ ვერ წავართვით, იმიტომ რომ ბევრი არიან საკმაოდ. Number diff არის, player number diff. სვეინი ამოვიდა მეგობრებო. კაზიქსი არ ყავს. Okay, აქ მივქარე მეგობრებო, ძალიან გავტროლე. ვერ შევამჩნიე და ფლეშის ხმარება მომიწია. ძალიან გავტროლე რეალურად აქ. გადასვლა მიწევს ამის გამო ახლა. ნუ, პრობლემა ის არის, რომ ჩვენმა კაზიქსმა ერთი წვერა ახია, სპაიტით. ერთი მაინც რომ მოეპარა ვოიდგრაბი არ იქნებოდა ურიგო. ერთი კიდე პლუსი რაც გვაქვს დადებითი. კენენზე რომ ენერგიაზე ვართ და არა მანაზე. ამიტომ შეგიძლიათ თქვენი Q-ები ისროლოთ და ისროლოთ. Oh my god, ვერ ვიტან რა ვქნა მეგობრებო რა, არ შემილია, ატანა არ მაქვს სამ გოულების რა. გვისტრებს 27 CS-ით გვისტრებს, დიახ. SS. მოდი დაოპინგოთ, იქნებ დაინახო რომ იორიკი ჩადის. მაქსიმალურად ვეცდები, რომ შევცვალო ამ თამაშის ამ წამინდელი ასე ვთქვათ სიტუაცია, რომელიც არის ის რომ დრაკონით გვიგებენ და ვოიდგრაბებითაც, მაგრამ ეხლა Flame Dragon-ს შვენი კაზიქსი ეუფლება ნელ-ნელა, მინდა გითხრათ მეგობრებო. იორიკი ამოდი ჩვენს ლეინზე, ოკეი, მოდი Q დაუხედროთ. ჩვენიერი. Alright. არ ყავდა თავისი პატარა დამპლები, ამიტომ ვერ გამოუშვა. მოდი გადავიდეთ ჩვენ ახლა აქ სტრაფი რეკოლი გავაკეთოთ. რო არ დავკარგოთ. მაგრამ ეხლა მათ მოკვდები შენ, ოკეი, გასაგებია. მასტერი მაიღო კილი და 4 ერთზე აქვს, სავარაუდოდ უკვე არა 3 ერთზე აქვს, რაც არ არის კარგი. ნამდვილად, ეგ უკვე ცუდია. მოდი ერთი თაუმეც ვიყიდოთ და წავიდეთ. მაგრამ აქ შემოიტანს კი. ანუ ტაუერში მე ვერ ვაჯობებ, პლეინს მომიგებს იორიკი. იორიკი საკმაოდ ძლიერი ტოპ ლეინერი, მეგობრებო, საკმაოდ. დაამეინეთ აქ ლიმბეთ მარტივად. ძალიან ძლიერია. ძლიერი სპლიტ ფუშერია, ფაიტით შეუძლია ბევრთან, საკმაოდ. Duel King-ი არ არის, მაგრამ ფაიტი შეუძლია ძალიან ბევრთან. რაც შეეხება ვიდეოს მეგობრებო, მოიწონეთ ჩემი ვიდეო თუ მოგეწონებათ. დამიკომენტარეთ. უკვე ისედაც საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მაქვს ჩემპიონებზე. მაქსიმალურად შევეცდები მეგობრებო, რომ ნელ-ნელა ყველა შეგისრულოთ და თქვენი დასურველი ჩემპიონი თვითამაშო. უკვე რამდენიმე მაქვს, დაახლოებით ალბათ 5-6 მინიმუმ, თუ მეტი არა. შესაბამისად ესეც ერთ-ერთია, წეგან თქვი ვიდეოს დასაწყისში. დამიწერეთ კომენტარებში როგორ მოგეწონებათ, დამიწერეთ რა არ მოგწონთ ვიდეოში და ასე შემდეგ. რაც თავარია გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო, რომ უფრო მეტის და მეტის мотиваცია მქონდეს მე თვითონაც. არა ამასთან full goals არ ვაკეთებ რა თქმა უნდა. პატარა შევაწუხოთ მოუღუტუნე. ასე ვთქვათ, ოკეი. გაირა იორიკ რა, გაირა bro. Come on. ნახეთ, ანუ ნახევარ HP-ზე ჩამომიყარა პროსტა შორიდან ტიპმა. ეს რომ მართლა close range იყოს რეალურად. Oh my god, bro. What the fuck? ლეიმი ვარ ჩვეულებრივი, guys. ეს რა არის? Nice. ჩემმა ბოლო lightning-მა მოკლა ძალიან კარგი. ერთი კილი ავიღეთ მეგობრებო. ის უკვე მეორე ტაუერთან არის რა. მოსული და ეგ ცუდია კი, მაგრამ ნუ არ აუშავს. მოდი მოვდივარ აბა აქ. მოდი ვცადოთ ეს ტელეპორტი. არ ვიცი რამდენად კარგი ან ცუდი გამოვა, მაგრამ მე ვეცდები კარგი გამოვიყვანო ტელეპორტი. ულტი არ გვაქვს მეგობრებო, მაგრამ სტანავთ ჩვენა გზირას. გზირა მოკვდა. მე რო აქ ულტი მქონოდა, ბევრად უფრო კარგ რაღაცას გავაკეთებდი. აი ეს უნდა მოკვდეს აუცილებლად. აი იორიკი თავარი არ შეიპაროს ტოპ ლეინზე, დიახ. იორიკი. ეგ ტელეპორტი ბევრად უფრო უკეთესი ტელეპორტი იქნებოდა იმ შემთხვევაში მეგობრებო, რომ მე ქონოდა ულტი. ულტი შევიდოდი ორივეს გავსტანავდი და ორივე ფლიქილი იყო მანდ. აი ეს არის კენენის პლუსი. აი ეს არის კენენის პლუსი, რომ შეგიძლიათ ტელეპორტი უნდა გქონდეთ კენენზე აუცილებლად. გამორიცხეთ სხვა სამონერსპელი ტელეპორტის მაგივრად, იმიტომ რომ ძალიან ეფექტური ტელეპორტები აქვს ამ ჩემპიონს. ძალიან ეფექტური მერწმუნეთ. თავარი კი არის ულტი დიახ თქვენი, იმიტომ რომ ყოველთვის ისეთი კონდიშენი ვერ გექნებათ, რომ თქვენი ლეინი მოიგოთ ჩემპიონთან, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ უჭირს ახლა მარტივი არ არის კენენისთვის დუელი, აი ესეთ ჩემპიონთან როგორც არის თუნდაც ეს იორიკი რა. არ ვიცი, აქ შევეცდები შევიდე. ოკეი. მაინც კარგი გამოდგა, დაინახეთ ჩემი ულტი. What the fuck, bro? ხორ გადაობთ? აი, არ უნდა გადარჩენილიყო არანაირად ახლა. იორიკი თავის საქმეს იდეალურად აკეთებს მეგობრებო, სპლიტ ფუშავს და აგერ უკვე მეორე თურეთი შეიტანა ბოტლეინის. არ ვიცი, შეიძლება ჩემი ბრალი არის რაღაც მომენტები უფრო მეტი მქონდა, სადაც შემეძლო მისვლა და ჩემიანების საპორტი. გადმოდის ვიღაც. ამას გავსტანავ. ტანი. ოკეი.
ეს შეიტანს მეგობრებო ამ თურეცად ძალიან ძლიერია და აკვირდით ანუ არანაკლებ ნესუსი რა აქ უნდა შევიდე სხვა გზა არ მაქვს აქ ულტის გამოყენება არ მინდა ძალიან არ მინდა ულტის გამოყენება ხოლო და მხოლოდ იორიკზე მეგობრებო მაქსიმალურად ვთვლობ რომ ულტი არ გამოვიყენო იმიტომ რომ ვიცი რომ აქ სხვებიც დამხვდებიან კაი ნუ ფლეში იხმარა all right ველკოზი და ზირა ზევით არიან როგორც ხედავთ ტოპ ლეინზე ქვემოთ მასტერი გამოჩნდა გავსტანე მასტერი what the fuck bro რატო არ დაამთავრა თავიდანვე გული გამიხეთქა ტიპმა ემენა მე ვერ დავიცავ ფიზიკურად ულტის გარეშე ვერ დავიცავ ფიზიკურად ულტის გარეშე კაი მიწევს ბექდაუნი უნდა წავიდე უკან კარგი მე ესეთ რაღაცას oh my god არ დავაკვირდი მეგობრებო ეს ახლა სინუბე ძალიან დიდი სინუბე ვქენი მაგრამ ვეცდები რომ სწრაფად შევფუშო და აქეთ გადმოვიყვანო ტიპები პლეჟერი რო აქეთ კონდეთ აქ მოვლენ ახლა მესამაროდოთ დამადგებიან და ესტებიან მოკლას და მომკლავენ კიდეც ალბათ მაგრამ ნუ fuck bro მოდი ვეცადოთ და გადავიდეთ მე მგონი გადავედით best recall in the fucking world guys what the fuck დაინახეთ ალბათ რომ best recall EU მაინც იყო თუ world-ი არა ძალიან გაგვიმართლა და გამოძვერით მაგრამ best recall-ი იყო შეიტანეთ best recall-ებში ბიჭო შეიტანეთ რაიოც ვეუბნები best recall-ებში შეიტანოს და ვიდეო გააკეთოს არ მაინტერესებს ოკეი კაი ატახანზე არიან მე აქ დავდებ wards controls და შევალ აუცილებლად შევალ oh my god oh my კარგი ეს რო გავწიე ხო მაგრამ oh my god კიდე გადავრჩით მეგობრებო კიდე გადავრჩით და იმით რომ ჩვენ შევედით და მასტერი მოვყალით და ეს სასწაულებრივად გადავრჩით ჩვენიანებმა კილები აიღეს დიახ აი ეგ უკვე კაია ეგ უკვე მომწოს პლეიუსია თან გაიტილტნენ ახლა ისინი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეიძლება ბევრს გაეცინოს მაგრამ რო გატილტავთ თქვენს ენემის ეს ძალიან კარგია ცოტა ბოროტულია მესმის მაგრამ ფსიქოლოგიურად მუშაობს მოკლედ მაგის თქმა მინდა ახლა ისინი გატილტულები არიან რომ მე გადავრჩი ესე სასწაულებრივად თან მასტერი მოვყალი let's go ნახოთ ამ შემთხვევაში შევფუშავ ტოპს let's go მიდლეინ ტურეტი რამდენი ხანი არ გვაქვს აღებული დააკვირდით ეს არის ძალიან დიდი მინუსი ანუ ეს ტურეტი უნდა ავიღოთ აუცილებლად ქვემოთ არიან მეგობრებო მე როგორც ხედავ და დრაკონზე მიდიან ამიტომ მე დაუთრეიდებ თუ აქ იორიკი არ მოვიდა უკვე დაუთრეიდებ დრაკონში აი ამ ტაუერს აუცილებლად დაუთრეიდებ მოვიდა იორიკი ჩემ ფეხებს დაუთრეიდებ აცი აიღეს დრაკონი ოკეი შევფუშოთ მიდლეინი მაშინ და აქ მიუთითოთ რომ ვიღაცამ დაიცვას ბოტი ეს მიდლეინი მინდა მე ეს მიდლეინი აუცილებლად მინდა come on იდე ფლეშის ხმარება მომიწია მეგობრებო და აქ სავარაუდოდ დამიჭერს მასტერი ვერ დამიჭერს ხო oh my god აქ თუ გადავრჩი მეგობრებო არ ვიცი გამოიწერეთ არხი please ეს გვდება აქ თუ მოხვალთ ოკეი კარგი oh my god what ხდება what the fuck არ ვიცი მეგობრებო ჩემი ბრალი არ არის ბოდიში sorry for them oh my god აი ფლეში უყურეთ აი ფლეში არის ძალიან მაგარი რამე კენენზე რა ესეთი მომენტებისთვის ზუსტად როცა ტიპები გაჩერებენ აი როგორც კი გამოხვალ ულტი ფლეში სულ რომ მოკვდე რამ 2-3 კაცთანა ხო მინიმუმ ეხა აქ რორნი იყვნენ ახლა მეტნი არა მაგრამ ეგორის ტანი აქ ჩვენ მოგვაგებინებდა ამ ჯგუფს დავაკვირდეთ ახლა მეფს მეგობრებო რა ხდება მაპის მიხედვით ვიმსჯელოთ და წავიდეთ გამარჯვებისკენ ნელ-ნელა კი იმიტომ რომ ვაგებთ მართალია მაგრამ შეგვიძლია გამარჯვება მეგობრებო ისე არ არის საქმე რომ ჩვენ აქ ვაგებთ და მორჩა შეგვიძლია გამარჯვება ვეი ძალიან წინ არის აქედან შეიძლება დაგადგმენ დრო ოკეი ვხედავთ აქ რომ ზირა და MF-ი ცდილობენ აი ამ ფლანგიდან შემოპარვა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩემი დადებული ვარდი, ახლად დადებული ვარდი გაანადგურეს. ნახე, შეხედეთ უბრალოდ მეგობრებო, ერთი თავისი ability-ით რომ გამარტყა შორიდან, თითქმის ნახევარი HP, 1/4 HP დამაკლო. ნუ აი ეს არის რა. ეს არის იორიკის დიდი პლუსი. ვერ უგებს ყველა მეიჯს.
ბევრ მეიჯს ვერ უგებს, მაგრამ მაგითია კარგი რა. ეგ აქვს პლუსი. როგორც მაგალითად ჯაქს აქვს მიხტომა, სტანი ხო? რაც ეხმარება იმაში რომ პირობითად გააკეთოს ძალიან კარგი ხილები მეიჯებთან. იორიკი ოღონდ თავისი ითი, მე მგონი ი არის ხო, რომ თუ არ ვხვდები, როგორც მახსოვს კი. ანუ მაინც მომხვდა. What the fuck, bro? ანუ please, what is this? ეს უნდა გავსტანო მეგობრებო, აქ უნდა გამოვიყენო, იმიტომ რომ მომკლავდა რა. და ეს ერთ წუთში ჩვენ გვეტენება 66-ამში ულტი. ასე რომ ჩვენიანება თან ამასობაში მე ვერ შევამჩნიე, წარმოიდგინეთ რომ ბარონი აიღეს დიახ. აქ ეხლა უნდა შევფუშოთ ლეინები აუცილებლად. აუცილებლად უნდა შეიფუშოს ლეინები. Let's go. All right. ქვემოდან ველკოზი. ხედავდი, მაგრამ აქაც ვინ უბასე, აშკარად. Okay. No. Nice, bro. აქ ულტი შეგვიძლია ჩვენ მეგობრებო გამოვიყენოთ. ჯერ მოდით Dragon Fight-ი მოვიგოთ, Drake Fight-ი. მე ხლა გადავალ აქ. ვიყიდი. ხო, ნიძს ვიყიდი კი ბატონო. და გადმოვალ. გადმოვალ სად ოღონდ? გადმოვალ სად აქ? დავარტყით, აბარა, ბიჭო, აბარა. ხაზრი აღარ ქონდა. მეგობრებო, სხვათა შორის ეხა შევამჩნიე და sorry for them, მაგრამ მასტერი მე მგონი გავიდა. ფლოდ გაჩერდა შუა team fight. არა, აქ ყოფილა ბოდიში ვიხდი. მასტერი აქ ყოფილა, არსად არ გასულა. Okay. ვერ მოვასწარი მეგობრებო, ვერ მოვასწარი დასტანვა. აი მოვიდა მასტერი მეგობრებო და მოვიდა თუ არა ეგრევე triple kill-ი გააკეთა. წაგებიდან მოგებისკენ მივდივართ რა, იმიტომ რომ წინ იყვნენ, თავიდან Drake-ი აიღეს პირველი. შემდეგ მოიდგრაბებიც მიაყოლეს, Tower-ი ორივე შემიჭამა იორიკმა. იგებდნენ, მაგრამ ეხლა უკვე უჭირთ ცოტა. ჩვენ თუ არ გავტროლავთ მეგობრებო, ისევ და ისევ თამაში დასრულებულია იმათვის. ერთადერთი win condition-ი არის მასტერი, რომელიც დადგება Jinx. გაიყოლა. კაი ხარ Jinx. კაი ხარ. მოვდივარ bro. არ გიხარ. Kazakhstan at the time. GG guys. არ ვიცი აქ ვამთავრებ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სულ არ დავამთავროთ, მაინც GG არის შეთვალეთ, იმიტომ რომ ეს უჩემოთ აქ მე არაფერი არ მიქნია ბოლო ფაიტში, მაგრამ მაინც კარგია რაც მოხდა მოკლედ რა. აქ მოვიგეთ მეგობრებო, ჩვენ ესენი ვერ დაიცავენ, აქ ულტს ჩართავს ახლა MF-ი, მაგრამ მე გავაჩერებ, იმიტომ რომ ხედავთ რომ ფლეში მაქვს, არც გამოდიან სავარაუდოდ GG-ს მეგობრებო, GG-ს, okay? კენენი, control mage მეგობრებო, სტანერი და დამპალი, ძალიან დამპალი mage, ამის მოვკალი ახლა ეგ. შევეცადეთ ჩემს მაქსიმუმს, დაწერეთ კომენტარები, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ. შევხვდებით შემდეგში. Let's go.